ახმედის კოალიცია ქართული ოცნების შტაბის აქტივის კოორდინატორი ვაკეთებ განცხადებას მთელი შტაბის სახელით. გადავწყვეტეთ, რომ დაგვეტოვებინა შტაბი. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ გამგებლის კანდიდატურად შემოგთავაზეს ისეთი კანდიდატურა, რომელიც შეთანხმებული საერთოდ არ იყო შტაბთან და ესე გამოუშვეს მოქმედი გამგებელი. სიაში ფაქტიურად არავინ არ არის დამფუძნებელი, ვინც ქართული ოცნება დააფუძნა, ვინც რეალურად ქართული ოცნების სახეები იყვნენ. გამგებლის კანდიდატურა მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ ელემენტარულად ეს ადამიანი არის ურეიტინგო. მე ვარ აქტივის კოორდინატორი, ვატარებ შეხვედრებს ზონებთან, უბნებთან. მაქვს ის ინფორმაცია, რომ ამ ადამიანს არ აქვს 10-15% დღესდღეობით რაიონში. ერთი ადამიანის პრინციპის გამო არ უნდა იყოს. ყველა არის წინააღმდეგი, აი განახებთ აი ამ სიას, შტაბიდან აწერს 27 კაცი. აქ ამ 27 კაცი შედიან აქტივის თვითონ უშუალოდ აქტივი შტაბის ზონები, უბნები, რაც ეგან თქვი, კანდიდატები, სიის წევრები და რა ვიცი, ეს ხალხია ბირთვი, ვიზეც აწყობილია ქართული ოცნება ამ შემთხვევაში. ის ერთი კაცი ვინ არის, ვის ინტერესებსაც ამ წუთში, ვის ინტერესების გატარებაც ხდება, დეპუტატი ზვიადაური? დიახ, ეს გამგებელი ეს არ არის დამალული და დაფარული, რომ გამგებელიც და მამუკა ხოლეგაშვილიც ის პირველი ნომერი არიან დეპუტატის კადრები. დეპუტატის გარდა მათი მხარდაჭერი ფაქტიურად არავინ არ არის. შტაბის დატოვების მიზეზი გახდა ის, რომ ჩვენთვის მიუღებელია გამგებლის კანდიდატურა და არა მარტო ეს არ არის პიროვნული გადაწყვეტილება. ელემენტარულად რომ გავიდეთ ხალხში, მე რომ გავიდე ხალხში და ვილაპარაკო იმაზე, რომ ამ გამგებელს დაუჭირეთ ხარი, ეს იქნება ჩემი თავის დაცინა, რადგან ის არის ძალიან ურეიტინგო ადამიანი. მე ვარ სოფელ მატნიდან, არის 4700 ამორჩეველი დაახლოებით, როგორც ვიცი თუ 4600 ზუსტად ახლა მახსოვს. მე ადამიანი არ შემხვედრია ჯერ რომ მასზე დადებითად ილაპარაკოს და რაღაც ისეთი თქვას რომ რაღაც გააკეთა. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში მას როგორც რიგითი ამორჩეველი ისე ვიძახი, არაფერი არ გაუკეთებია კონკრეტულად ჩვენი სოფლისთვის და ამიტომაც მე არ მაქვს რაიმე უფლება რომ მასზე ვერ ვიმუშავებ, რადგან მე თვითონ აღმოჩნდები იმ ამორჩეველთან დამცინებულ მდგომარეობაში. არ ვეთანხმებოდი პარტიულ სიას და არ ვეთანხმებოდი გამგებლის კანდიდატურას. თავიდანვე მქონდა ნათქვამი, რომ თუ იქნებოდა ბექა ბაიდაურის კანდიდატურა, ის იყო საკმაოდ ურეიტინგო და ვერ მოიგებდა არჩევნებს. როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა მაშინ მისი კანდიდატურა გამგებლის თანამდებობაზე? ალბათ ზურაბ ზვიადაურის გამო, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა იმას იძახის, რომ ზურაბ ზვიადაურს უნდოდა და იმიტომ.